25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. წითელი არმიის საქართველოში შემოჭრიდან 105 წლის თავზე დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე იუნკერთა მემორიალთან ხალხი დილიდანვე შეიკრიბა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა, დეკანოზებმა იოანე გორელიშვილმა და იაკობ მახნიაშვილმა აღასრულეს. პანაშვიდს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. აქ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები. მოგეხსენებათ, დღეს გაახლავთ ტრაგიკული დღე, საბჭოთა ოკუპაციის 105 წლისთავი არის და ჩვენმა ქვეყანამ სამწუხაროდ 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ქართველი ვაჟკაცების ღვაწლი, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაიღეს იმისათვის, რომ ებრძოლათ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს მათი ღვაწლი, მათი თავგანწირვა და ჩვენ ლოცულობთ მათი სახელებისა და სულების უკდავსაყოფად და ვიხსენებთ მათ ღვაწლს, პატივს მივაგებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი არა მარტო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, არამედ მისი შენარჩუნებისათვის, რა თქმა უნდა, და ქვეყნის მთლიანობისთვის და წარმატებისა და კეთილდღეობისათვის. დღეს არის 25 თებერვალი და 105 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან და დღეს აქ ვიმყოფებით, რადგან პატივი მივაგოთ იმ გმირებს, იმ თანამემამულეებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენთვის, ჩვენი სამშობლოსათვის და მადლობას ვუხდი ყველა დამსწრე საზოგადოებას, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ, რათა ამ სიმბოლური ჟესტით გამოეხატათ მადლიერება მათთვის. ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ ის გმირები, რომელთაც თავი გასწირეს ჩვენი სამშობლოსთვის. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია მოახდინა. უთანასწორო ბრძოლები 12 თებერვალს დაიწყო. სწორედ ამ დღეს ქვეყანაში საბჭოთა არმია შემოვიდა და დედაქალაქისკენ გაემართა. დამპყრობელთა სამხედრო ნაწილების სოჭის მხრიდანაც შემოიჭრნენ. რუსეთი ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა საქართველოს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარმა მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. გადამწყვეტი ბრძოლა კოჯრის მიდამოებში მოხდა. 21 თებერვალს რუსებმა ქართველებზე ორჯერ მიიტანეს იერიში, რომელიც მოგერიებულ იქნა. 24 თებერვალს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ ჯარების გადაჯგუფების გადაწყვეტილება მიიღო. ხშირად გვსმენია, რომ რუსულ ანექსიას ქვეყანა საბოლოოდ მაინც დანებდა, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება. ქართველი მებრძოლების სამაგალითო სიმამაცე ამ უთანასწორო ბრძოლაში აისახა. როგორც ისტორიკოსები განმარტავენ, ქვეყნის დაცვა სამშობლოსთვის გულანთებულ მეომრებს არც 25 თებერვლის შემდეგ შეუწყვეტიათ. სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებების განხილვის მიზნით დღეს შეხვედრა გაიმართა. ამ საკითხზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, პაპუნა მარგველიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული სატყეო რეფორმის მთავარი მიზანი ტყის დაცვისა და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა. სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება. აქედან გამომდინარე დაგეგმილია ტყის მცველთა რაოდენობის გაზრდა. შეხვედრაზე ბესიკ ამირანაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ვახტანგ ღაჭავა წარადგინა. დღეს გქონდა რაჭა-ლეჩხუმში თვითმმართველობასთან შეხვედრა. გავაცანით სამინისტროს მიერ ტყის სექტორში დაგეგმილი რეფორმა. უახლოეს თვეებში ჩვენ ვფიქრობთ რაოდენობის გაზრდას ტყის მცველების. დღეის მდგომარეობით რაჭა-ლეჩხუმში 61 ტყის მცველი არის დასაქმებული და უნდა ავიდეს ეს ციფრი 121-მდე. ვფიქრობთ, რომ კვალიფიციური კადრების დამატებით რეფორმის სრულად განხორციელების შემთხვევაში ჩვენ მაქსიმუმად დავიცვავთ ჩვენ ტყეებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს წარვადგინეთ რაჭა-ლეჩხუმის ხელმძღვანელი, რომელიც არის გამოცდილი მენეჯერი, მაღალ კვალიფიციური კადრი და მასთან ერთად ჩვენ ამ რეგიონშიც და ქვეყნის მასშტაბით შევძლებთ, რომ შევასრულოთ ეს რეფორმა წარმატებით.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის რუჯერო ლეონკავალოს ოპერა ჯამბაზების პრემიერა 26 თებერვალს 17 საათზე დაიწყება. ეს არის პარმის ოპერის თეატრის პროდუქცია. დამდგმელი რეჟისორია ფედერიკო გრაცინი. სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი. დამდგმელი დირიჟორი გახლავთ ზაზა აზმაიფარაშვილი. ლეონკავალოს ოპერა ჯამბაზები ერთ-ერთი გენიალური ნაწარმოებია. მხოლოდ მუსიკაზე რომ ვისაუბროთ, ეს უკვე იმდენად სრულყოფილი, ასე ვთქვათ, შედევრია. მასთან შეხება უკვე დიდი ბედნიერებაა და სიუჟეტი ისეთი ემოციური შინაარსის არის, რომ ვერ რჩები, ასე ვთქვათ, გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ. სამსახიობო ხელოვნებასაც ძალიან დიდს მოითხოვს ჩემი აზრით. ჩემი როლი არის ნედა, ერთადერთი ქალის როლია ამ ოპერაში. ჩემთვის არის უკვე მეორე პროდუქცია, ასე ვთქვათ, ნამღერი მაქვს ეს როლი. ბატონ თემურ ჩხეიძეს ქონდა ჩვენს თეატრში დადგმული ეს ოპერა და ეხლა არის პარმის თეატრის დადგმა. ყოველ პრემიერა შედგება არაჩვეულებრივი ოპერის ლეონკავალოს ჯამბაზების, რომელიც თბილისელ მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს და მე ბედნიერი ვარ, რომ მიწევს მასში მონაწილეობა. ეს ჩემი მეორე დადგმაში მონაწილეობა იქნება, პირველი დადგმა ბატონ თემური ჩხეიძის მიერ შესრულებული. ძალიან საინტერესო და წარმატებული იყო, მასთან მუშაობა იყო განსაკუთრებულად საინტერესო. დღეს ჩამოვიდა პარმის ვერსია და იმედია მაყოფილი დარჩება. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის, რომ ეს არის ოპერა, რომელიც ყველაფერს მოიცავს პრაქტიკულად. არის დრამა, არის ლირიზმი, არის სიმფონია. აი ყველაფერი ამ ერთ პატარა ოპერაში როგორ მოახერხა ამ კაცმა ყველაფრის ჩადება, არ ვიცი, არის სარკაზმი, ყველაფერი აბსოლუტურად ამდენად თვლი, რომ თბილისელი მაყურებელი გაიხარებს და წინასწარ მინდა მათ მიულოცო ეს პრემიერა. ყველანი მზად ვართ, რომ სპექტაკლები ჩავატაროთ. 26 თებერვლიდან იწყება, როგორც მოგეხსენებათ და ყველანი, რა ვიცი, მოლოდინში ვართ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. ჩვენი პუბლიკისთვის ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლია და შესაბამისად ყველანი ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ჩვენი საყვარელი მსმენელი გავახაროთ. ჩემი დებიუტია კი კანიოს როლში, ძალიან დიდი ხანი, რა თქმა უნდა, მემზადებოდი, ფიქრობდი ამ როლისთვის. მსმენელის შესაფასებელია თუ რას როგორ გავაკეთებ და იმედი მაქვს, რომ ჩემს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტას როლისას მოიწონებს მსმენელი. საპრემიერო ჩვენებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 26, 27, 28 თებერვალს, 1, 6, 7 და 8 მარტს გაიმართება. სპექტაკლი 17 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ჯამბაზები რუჯერო ლეონკავალოს საუკეთესო და ყველაზე პოპულარული ოპერაა. ორმოქმედებიანი ოპერა პროლოგით კომპოზიტორმა საკუთარი ლიბრეტოს მიხედვით დაწერა. ჯამბაზების პრემიერა მილანში, თეატრო დალ ვერმეში 1892 წლის 21 მაისს ტოსკანინის დირიჟორობით შედგა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად. სულ მალე სპექტაკლმა მსოფლიოს წამყვანი სცენები შემოიარა და დღემდე რჩება დიდი თეატრების რეპერტუარში. თბილისის ოპერის თეატრში ჯამბაზების პრემიერა მსოფლიო პრემიერიდან 1 წელიწადში 1893 წლის 13 სექტემბერს შედგა. ჯამბაზების ბოლო დადგმა თბილისის ოპერის სცენაზე თემურ ჩხეიძეს ეკუთვნის.